თბილისის საქალაქო სასამართლომ იმჟელა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მასთან ერთად დაკავებულია სამშენებლო კომპანია აკორდის დირექტორი, პროექტის 2 მენეჯერი და უცხოელი ექსპერტი. სახელმწიფო ბრალდება ყველა მათგანის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. კომპანიის 4 წევრს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ნინი ბალანჩივაძე მოგვიყვება ახლა რა შედეგით დასრულდა სასამართლო სხდომა. ნინი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის საქმესთან დაკავშირებით პროცესი და 4-5 მათგანთან დაკავშირებით სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა. მათ შორის არის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი და ასევე 4 მათგანს კომპანიის წარმომადგენლებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა, ვინაიდან ისინი სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით სწორედ ქვეყანაში აღარ იმყოფებიან. რაც შეეხება როგორ მიმდინარეობდა პროცესები საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ლევან კუპატაშვილმა დაარღვია დუმილი დაკავებულმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ აბსურდული არის ის ბრალდება, რომელიც ამ შემთხვევაში ჰქონდა პროკურატურას მისი მისამართით და საგულისხმო იყო ის ფრაზა, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ სხდომათა დარბაზში მისი მხრიდან. ისაუბრობდა ამ საქმესთან დაკავშირებით და მან თქვა, რომ ძალიან კარგად იცის მათ შორის სახელმწიფო ბრალდებამაც, რომ ეს საქმე მის წინააღმდეგ, ასე რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს და მოგონილი არის ეს არგუმენტები და ძალიან კარგად იცის რაში არის საქმე. ახლა სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რა გამოიკვეთება საბოლოოდ გამოძიების შედეგად და მაგალითად მივა თუ არა გამოძიება ირაკლი ქარსელაძემ და ყოველ შემთხვევაში ლევან კუპატაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდგომ ყოველ შემთხვევაში ამ წინადადებებში იკითხება ის, რომ გამოძიება სწორედ მივიდეს აქამდე, ვინაიდან პირდაპირ თქვა, შეიძლება ითქვას მან, რომ პოლიტიკურად მოტივირებული არის ეს საქმე. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დღეს ადვოკატმა დააყენა 50,000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა, თუმცა ცხადია ეს არ დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ. ადვოკატი, რაზეც ამახვილებდა ყურადღებას, არის ის, რომ 2023 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით და შესაბამისად დამნაშავე ვერ იქნება მისი დაცვის ქვეშ მყოფი. მანაც სასამართლოს სხდომაზე ისაუბრა, რომ არბიტრაჟში მთავარი მოწმე სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით ის იყო და ის ვერანაირად ვერ ჩაითვლება დამნაშავედ. კონტრაქტების შესწავლასთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციას აკეთებთ. ეს ყველაფერი ალბათ სასამართლო განხილვის საგანი იქნება და ფაქტების უხეში манипуляციაა. მე მინდა მიმალვის საფრთხეზე გავამახვილო ყურადღება. ეს ამბავი მოხდა 2023 წელს. მე ვიყავი ვინც ვიჩივლე და ვარ არბიტრაჟში მთავარი მოწმე, ვინც კომპანიას უჩივლა. ვის უნდა გავურიგდე, ან ვინ უნდა დავაშინო. მე ვიყავი დაზარალებული მხარე. რაღაც მიზეზებით გამო პროკურატურა სხვას ამტკიცებს. რაც გასაგებია, რამდენჯერაც დამიძახეთ, დასაკითხად მოვედი. გადაწყვეტილებას ბუნებრივია აუცილებლად გავასაჩივრებთ, ვინაიდან დღეს გამოჩნდა თუ რამდენად აბსურდულია ერთი მხრივ ბრალდება და მეორე მხრივ პროკურატურამ საერთოდ ვერ შემოგთავაზა მსჯელობა თუ რატომ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის სახით. გამომდინარე იქიდან, რომ მას უბრალოდ არგუმენტები არ გააჩნდა ამ მიმართულებით, გადაწყვიტა, რომ მთელი თავისი პოზიცია დაემყარებინა ბრალდების ფორმულირებაზე და იმ მტკიცებულებებზე, რასაც ისინი იძიებენ უკვე 2023 წლიდან 2 წელზე მეტია გასული, რაც გამოძიება დაიწყო და მეორეს მხრივ 70 ტომი და ახლობით ეს არის 17,000 გვერდზე მეტი დაცვის მხარეს გადაეცა მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე საათის წინ პროცესის დაწყებამდე და ბუნებრივად დაცვის მხარე სრულყოფილად ვერ შეძლებდა ამ მასალების გაცნობას. სახელმწიფო ბრალდება დღეს ხაზს უსვამდა იმას, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, ასევე ზემოქმედების საფრთხე მოწმეებზე. შესაბამისად მან დააყენა შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისა და ასევე პროკურატურის მხრიდან ჩვენ პროკურატურის მისამართით უბრალოდ არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რადევს საქმის მასალებში მივა თუ არა საბოლოოდ გამოძიება ირაკლი ქარსელაძემდე, ვინაიდან იმ პერიოდში, როდესაც ამ მონაკვეთზე დაიწყო სწორედ პროექტის განხორციელება, ამ დროს
დაკავებულის უფროსი იყო ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი, შემდგომ ის დააწინაურეს 2021 წელს და შესაბამისად მთავარი კითხვები მიემართება სახელმწიფო ბრალდებას. იყო თუ არა გამოკითხვაზე უკვე ირაკლი ქარსელაძე კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით. დღეს პროკურორი ერთადერთს პასუხობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პირი ვისთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები თუ ეჭვები გამოიკითხებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების ხარის შუამდგომლობა ხუთივე ბრალდებულთან მიმართებაში და ხუთივე ბრალდებულს აკუთრი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუყვარდა. ეს იყო პირველი მიმალვის საფრთხე, მოწმეზე ზემოქმედება და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა თუ არა ირაკლი ქარსელაძე, რომელიც ასევე ამ პერიოდში იკავებდა კონკრეტულ თანამდებობებს, შემდგომ უკვე გახდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, კერძოდ ასევე გამოკითხვები მიმდინარეობს და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ მთავარი პასუხისმგებელი პირი არის ირაკლი ქარსელაძე. კონკრეტულად ამ მონაკვეთთან დაკავშირებით გამოიკითხა თუ არა ირაკლი ქარსელაძე. სხვა კითხვა რა? სხვა კითხვა რა, ვიპასუხეთ. გამოიკითხა თუ არა კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ქარსელაძე პროკურორი ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს არ პასუხობს, რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარი უბრალოდ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ლევან კუპატაშვილის შემთხვევაში და ასევე 4 პირთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენდნენ კომპანია აკორდს. ეს არის კომპანიის დირექტორი, პროექტის 2 მენეჯერი, ასევე უცხოელი ექსპერტი. სახელმწიფო ბრალდების პოზიცია არის ის, რომ ამ პროექტის ვერ განხორციელების გამო სახელმწიფომ 16 მილიონის ზარალი მიიღო.